შეურაცხყოფასა და სიძულვილის ენის გავრცელება მკაფიოდ არის გამიჯნული კრიტიკის და გამოხატვის თავისუფლებისგან არაერთ ევროპულ სახელმწიფოში. მაგალითისთვის გამოდგება ბრიტანეთის და გერმანიის კანონმდებლობები. ლონდონი ბერლინზე ლოიალური რეგულაციებით მოქმედებს, თუმცა სიძულვილსა და ძალადობას აქ რამდენიმე საკანონმდებლო აქტით უპირისპირდებიან. რაც შეეხება გერმანიას, გამოწვევას რამდენიმე დანაყოფი და ჯგუფი ებრძვის და ქვეყანას ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამოქმედო დღეც აქვს. მარიამ გიგანი დეტალური ინფორმაციით. ლონდონში 16 მაისს ერთმანეთის საპირისპირო ორი მასობრივი მსვლელობა გაიმართა. მემარჯვენე აქტივისტების და პალესტინის მხარდამჭერთა დემონსტრაციებზე პოლიციამ 43 ადამიანი სიძულვილის ენისა თუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამო დააკავა. სიძულვილისადმი იქნება ნულოვანი შემწყნარებლობა. პროტესტის უფლება ჩვენი დემოკრატიის ქვაკუთხედია. თუმცა ყველა, ვინ სიძულვილის ენას გავრცელებს ან დანაშაულს ჩაიდენს, კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯება. ამ დემონსტრაციებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტროპოლიტენის პოლიციამ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ოპერაცია ჩაატარა. ლონდონში მობილიზდა 4000-ზე მეტი სამართალდამცველი. ოპერაციის ფარგლებში პირველად პოლიციამ სახის გამომცნობი კამერები ცოცხალ რეჟიმში გამოიყენა. აკვირდებოდნენ აქციის მონაწილეთა შეძახილებს, განცხადებებს, პლაკატებს, ასევე შეისწავლეს დემონსტრაციასთან დაკავშირებული ონლაინ პოსტები. ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის, მუქარების, ძალადობის გაღვივებისა თუ შეურაცხყოფის გამო ბრიტანეთის პოლიცია ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აკავებს. სიძულვილის ენასა და ძალადობის წაქეზებას გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე საკანონმდებლო აქტი არეგულირებს. მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის აქტი, კომუნიკაციების აქტი და ონლაინ უსაფრთხოების აქტი. მაგალითად, ნებისმიერი წერილი, ელექტრონული კომუნიკაცია თუ ონლაინ პოსტი, რომელიც არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, უხამსი, მუქარის ან ცრუ ინფორმაციის შემცველი, სასჯელის სახით ჯარიმას ან 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაცული ჯგუფების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, ქცევა ან სიძულვილის წაქეზება კი 7 წლამდე პატიმრობას. გერმანიას დემოკრატიულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონები აქვს სიძულვილის ენასა და გაღვივებასთან დაკავშირებით. მთავარი მარეგულირებელი კანონი სისხლის სამართლის კოდექსი და მისი 129 ნაწილია. სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა დაცული ჯგუფების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება, ძალადობის მოწოდება, ადამიანის ღირსების შელახვა, ცილის წამება. გერმანია სიძულვილის ენას მკაცრად აკონტროლებს ონლაინ სივრცეშიც. სადამსჯელო ზომები მოიცავს ჯარიმებს და პატიმრობას მაქსიმუმ 5 წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული პირების შეურაცხყოფის, ცილის წამების და ღირსების შემმლახველი ცნობების გავრცელებისთვის თუ კი შეურაცხყოფის დანაშაული ჩადენილია საჯაროდ, შეხვედრა ზიანშინაარსის გავრცელებით ერის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული პირის მიმართ მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაკავებული თანამდებობის გამო და თუ დანაშაული მიზნად ისახავს ამ პირის საზოგადოებრივ საქმიანობის მნიშვნელოვნად გართულებას, სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს 3 წლის ვადით ან ჯარიმა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ გერმანიაში სპეციალური კიბერდანაშაულის დანაყოფები 16 სამუშაო ჯგუფი და კრიმინალური პოლიციის ფედერალური სამსახური მუდმივად მუშაობენ. ყოველწლიურად ეწყობა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამოქმედო დღე, რომლის ფარგლებშიც 2025 წლის ივნისში 140-ზე მეტი გამოძიება ჩატარდა და 65 სხვადასხვა საქმეზე მასობრივი რეიდები მოეწყო. საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსში კი საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების შეურაცხყოფა, მათ შორის ჟესტები, სიტყვებითა თუ გამოსახულებებით სპეციალურ დანაშაულადაა გათვალისწინებული. ქმედება ისჯება 7500 ევროს ოდენობის ჯარიმითა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით. როდესაც უპატივცემულობა მიმართულია საჯარო ხელისუფლების მქონე პირის, მეხანძრის ან სამხედრო საზღვაო ოფიცრის წინააღმდეგ, მისი მოვალეობის შესრულებისას სასჯელი მკაცრდება 1 წლამდე პატიმრობითა და 15000 ევრომდე ჯარიმით. ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი წესები ციფრულ სივრცეში გამოხატვასთან დაკავშირებით ესპანეთს აქვს. სისხლის სამართლის კოდექსის 500 მუხლით სადამსჯელო ზომებია გათვალისწინებული სიძულვილის საჯარო გავრცელების, სიძულვილის პირდაპირ ან ირიბად წაქეზების, ან რელიგიური, სქესობრივი, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე. მაქსიმალური სასჯელი ჯარიმასთან ერთად 1-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.